ახალ ბინაში გადმოვედი და იმედი მაქსიმუმ შუქი და განათება, კარგად არის იმედი მაქსიმუმ ეს ვიდეო თვითონ კარგად გამოიყურება. ვნახოთ როგორ იქნება და პირველ რიგში გამაშო როგორ ხართ, როგორ ბრიზანდებით. მე მეგობარი ოსესინაკა უკვე 9 სერია ქართულ ენას ვსწავლობ და ამჟამად ვასწავლი იაპონურ ენას და ასევე თარგმნელი ვარ ქართული ენისა და იაპონური ენის და რასაკვირველია ძალიან ბევრი ქართველი მეგობრები და ასევე უცხოელი მეგობრები მეკითხავიან ხოლმე რიოსე რატომ მაინც ქართული ენა რატომ აირჩე ქართული ენა განსაკუთრებით ბოლოს ძალიან მიხარია რომ სოციალურ ქსელში, Facebook-ზე, განსაკუთრებით Instagram-ზე მწერენ არა მარტო ქართველები, არამედ უცხოელები, ვინც დაინტერესებულები არიან ქართული ენის სწავლით, ან საქართველოსი, ან ქართული კულტურით და ძირითადად ძალიან მოკლე ვიდეოს ვიღებ და რატომ გადავწყობდი ქართული ენის სწავლა, ამაზე 1-2 წუთით ვერ გადავიხები და ამიტომ გადავწყობდი ეს YouTube-ზე გრძელი ვიდეოს გადახება. და როგორც გითხარით, აღნიშნე უკვე 9 წელიწადს ქართულ ენას ვსწავლობ. რატომ გადავწყობდი და ეს დიდი ისტორია. იმიტომ რომ უკვე ქართული ენა, ასე ვთქვათ, ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა და თავდაპირველად 9 წლის წინ 2017 წელს მარტში თუ თებერვალში მაშინაც სხვადასხვა უცხო ენების სწავლა ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს სხვადასხვა ენას ახლაც ვსწავლობ და მაშინ ვსწავლობდი ფრანგულს ჩემს უნივერსიტეტში ჩემით ბიბლიოთეკაში მაშინ შემთხვევით ვიღებ ქართული ენის წიგნი გრამატიკის წიგნი იაპონელმა ქართულურმა შექმნა დაწერა ეს წიგნი და მეთქი რა არის ეს სათაურზე იყო გურუჟიაგო მაშინ ის სათაური თვითონ ჯორჯიაგო ახლა ამის სახელი არის საქართველოს სახელი და ასევე ქართული ენის სახელი არის ჯორჯია ან ჯორჯიაგო მაგრამ იმ წიგნში მაინც ჯერ დაწერილი იყო გურუჟიაგო და მეთქი ეს რა არის და რომ შევხედე ჯერ ამბანი ხომ ესეთი სხვადასხვა 33 ამბანი ქართული ენის ამბანი გამოთქმა და სხვადასხვა ესეთი უნიკალური თვისებები გრამატიკაც ერთი მოთხრობითი ბრუნვა და ერგატიული ასე ვთქვათ ერგატიული ბრუნვა და სხვადასხვა ეს გრამატიკული თვისებები ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის კი, მაშინ ვსწავლობდი ფრანგულ ენას, მაგრამ მეთქი, კაი, ცოტა პაუზა უნდა მქონდეს ისა ფრანგული ენისაგან და დავიწყე მაშინ ქართული ენის სწავლა ჩემი იმ წიგნის მიხედვით, გამოყენებით. ხო და პირველი ის მიზეზი, რატომ გადავწყვიტე ქართული ენის სწავლა, ეს იყო, თვითონ ქართული ენა. ძალიან მომიხიბლა, ასე ვთქვათ, თვითონ ქართული ენის თვისებებით. და ასევე ქართული ენის ისტორიას. იმიტომ რომ საქართველოს გეოგრაფიულად დაახლოებით იაპონიის ზომის დაახლოებით 20%-ია, ის დიდი არა, შედარებით პატარა, მაგრამ ამ პატარა ქვეყნის ან ზომის მიუხედავად ეს ქართული ენა და ამიერკავკასიური ენები, კიდე ქართული და მეგრული და რაზმი და სხვანაირი, ისე თვითონ ძირითადი სტრუქტურა დაძლია არის და ესე ყოველდღიურად ესე იხმარება, ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ამიტომ სოციალურადაც დამაინტერესა ამ ენის მიმართულებით. მითქი, კი, ესე მაშინ ჩემთვის ძალიან ისე ცნობილი არ იყო, მაგრამ საქართველოს შესახებაც და ქართული ენის შესახებ საერთოდ არ ვიცი, მაგრამ ისე დამაინტერესა და გადავაწყობდი ქართული ენის სწავლა. და მეორე, ესე იყო პირველი და მთავარი და მეორე, რომ გადავაწყობდი, შემთხვევით გავიცანი ქართველი სტუდენტი, ვინც სწავლობდა ჩემს უნივერსიტეტში და ის წავიდა ეს გაწვრთნილი პროგრამა იყო და ის წავიდა დაბრუნდა საქართველოში და ერთხელ ვიცი მომწერა რიოსი ხომ არიგიდან ჩამოხვიდე საქართველოში იაპონიის სასწავლებლად. მეთქი, ოკეი, მინდა.
მასში მე ვიყავი მესამე კურსზე უნივერსიტეტში მესამე კურსზე ვიყავი და ზედმეტად იაპონიაში მეოთხე კურსზე მესამე კურსიდან და განსაკუთრებით მეოთხე კურსიდან უკვე ნელ-ნელა დაიწყებთ სამსახურის პოვნას და მეც იმ ეტაპზე ვიყავი მაგრამ ისე რაღაც მოტივაცია არ მქონდა მაგის და რაღაც სხვა რაღაცები მინდა გამეკეთებინა და ესეთი შემოთავაზება მივიღე. მეთქი, კარგით, მინდა. და გადავწყვიტე აქ საქართველოში ჩამოსულა. აქ ჩამოვედი, ვასწავლე იაპონურ ენას და პარალელურად ჩემი ვესწავლები ქართულ ენას. ამიტომ, კარიერის თვალსაზრისით ან რაღაც უნიკალურად განსაკუთრებული და განსხვავებული კარიერა მინდოდა. ბავშვობიდან არ ვიცი. ესე იაპონიაში თუ დარჩენილი ვიყავი, ალბათ ისე ჩვეულებრივ იაპონურ კომპანიაში დავიწყებდი სამსახურს და ისე გავაგრძელებდი ჩემს კარიერას, მაგრამ ცოტა განსხვავებული რაღაცა მინდოდა და მაშინ, ახლა საქართველოს თვითონ იაპონიაში საქართველოს შესახებ ცნობადობა აიმახლა 9 წლის წინ იქიდან იმასთან შედარებით. და მაგრამ მაშინ საერთოდ არ იყო ცნობილი და მომინდა აქ ჩამოსულა და რაღაც სხვანაირი გზა რომ მეცადა. ეს მეორე. და მესამე არის ესეც პირველი და მეორე მიზანთან არის დაკავშირებული, მაგრამ ქართული ენის სწავლა ისე ზოგადად ცნობილი არ არის, ისე პოპულარული რაღაცა არ არის. მაგრამ როგორც ხამ გაგიზიარეთ მე ვისწავლები სხვადასხვა ენას ქართული ენამდე და მე მქონდა ჩემი ასე ვთქვათ თავისი მეთოდი მიდგომები უცხო ენების სწავლის მიმართულებით და მინდოდა მეცადა თუ რამდენად გამომადგებოდა ეს ჩემი საკუთარი მიდგომები ქართული ენის სასწავლად. და ფაქტობრივად, ისეთი მონდომებრივი ვიყავი და ვისწავლე ყოფილი ხელით ვისწავლე ქართულ ენას. და ალბათ სხვა ვიდეოშიც მინდა ამაზე საუბარი, მაგრამ ახლა ქართულადაც ვასწავლე იაპონურ ენას, ალბათ ესეთი იაპონელი არ არის საქართველოში. და კიდე თარჯიმნობის დროსაც ესეთი მნიშვნელოვანი შეხვედრაზე ვესწრები და ვთარგმნი. ალბათ სხვა ადამიანები შეუძლია სხვა იაპონელებიც ალბათ არბათ ამ ეტაპზე არ შეუძლიათ ვერ გადაითარგმნებენ და მე სხვა ვიდეოშიც მინდა მესაუბრა, მაგრამ თესევში ჩავაბარე. პანდემიის დროს ზუსტად 2020 წელს ენათმეცნიერების ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამაზე. ესეც ქართებერებთან ერთად ქართულად ჩავაბარე, ყოველ საგანი ენათმეცნიერების საგანები, ლინგვისტიკური საგანები ყოველფერი ქართულად იყო. რაღაცნაირად მინდოდა, ასე ვთქვათ, ჩემს საკუთარ თავზე გამოწვევა. და ჩემთვის გამოწვევის ის მიზანი იყო ქართული ენის სწავლა და მაინტერესებდა თუ ჩემით რამდენად შემიძლია რამდენად კარგად შემიძლია ვისწავლო ავითვისო ქართული ენა. ამიტომ ეს იყო, ასე ვთქვათ, ძირითადად სამი მიზეზი, რატომ გადავწყვეტე ქართული ენის სწავლა და რატომ აქ ჩამოვედი და გავაგრძელე ჩემი კარიერა. ერთი ქართული ენის უნიკალური თვისებები, ენათმეცნიერულადაც და ასევე სოციალურადაც და კიდე ისტორიულადაც. და მეორე რიგში რაღაც სხვანაირი კარიერა მინდოდა, რომელიც ალბათ სხვა იაპონელები, სხვა ადამიანები ალბათ არ გააკეთებდნენ. და მესამე ჩემს საკუთარ თავზე მინდოდა რაღაც მეცადა, ასე ვთქვათ, გამოწვევა რა. ჩემით მინდოდა მესამე ქართული ენა, ჩემით მინდოდა ამეთვისა ქართული ენა და სამშაბლო დონემდე და ესეთი აკადემიური დონემდე მინდოდა ჩემი ქართული ენის დონის გამოჯობესება. და უკვე 9 წელი გავიდა.
სხვადასხვა ეს ჩემი პირადი გადაწყვეტა რაც მე მივიღე 9 წლის წინ ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, სხვა ადამიანები, ჩემი იაპონელი მეგობრები, ვინც ცხოვრობენ და მუშაობენ იაპონიაში, თავისი კარიერები აქვს და იმასთან შედარებით ჩემი კარიერა იმედად ხასიათი არის, რომ ხანდახან ცოტა დაკარგული ვარ, როგორ შემიძლია გავაგრძელო ჩემი კარიერა და ასე და შემდეგ. ცოტა რუტინია, მაგრამ მაინც ესეთი გამოწირება შემიძლია მივიღო, ესეთი ცოტანაც შემიძლია მივიღო, ესეთ ადამიანებთან შემიძლია გავიცნო. ეს ყველაფერი ამოდიდრებს ჩემს ცხოვრებას, ამიტომ ესეთი პონტში არა. და ეს არის, ასე ვთქვათ, მიზეზი რატომ გადაწყვეტე ქართული ენის სწავლა. ხო. იმედი მაქვს, რომ არ ვიცი სხვა ადამიანებისთვის რამდენად ეს საინტერესო იქნება ეს ამბები, მაგრამ ეს არა. ხო და ესე მინდა რომ YouTube-ზე გავაგრძელო ვიდეოს გადახება. ქართული ენის შესახებ, საქართველოს შესახებ და უცხოენების შესახებ, იაპონიის განვითარების შესახებაც მინდა გადავიხო ქართულად და ალბათ ხანდახან ინგლისურადაც მინდა გადავიხო ვიდეოები. ხო და ვიხმეს მადლობა ყველადიხარისთვის და აბაჰე.